საკმაოდ წარმატებული გამოდის ეს ჩვენი აზიური ტური, იმიტომ რომ ფაქტიურად მე მიწევს უბრალოდ ლუქსიუმის გაპიარება და მეტია სხვა არაფერი, იმიტომ რომ ჩვენარი დონის პროექტი არავის არ აქვს. ყველა არის გადართული ძირითადად ხელოვნურ ინტელექტზე და კრიპტო მიმართულებით ფაქტიურად არანაირი ინოვაცია აღარ იბადება. ასე რომ ვისაც არ ვესაუბრები, ეს ფინანსისტები იქნებიან, დეველოპერები იქნებიან, ყველაზე მაღალი რანგის, რაც კი შეიძლება სოფლიოში წარმოიდგინოთ, ყველა არის გაყურებული. თავიდან რაღაც ვერ იგებენ და მე უკვე დეტალებში რომ შემოდიან, შემდგომ უკვე იძახიან, როგორ მოიფიქრეთ, როგორ დააბრეინსტორმეთ. ერთ შეხედვით ვითომ მარტივ რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ ეს ჩვენი ისტორია არის ათასობით ბრეინსტორმის დამსახურებით, ათობით ათასი გვერდის გაანალიზებით, პირდაპირ გაგებით. თითქმის 5000 კომპანია გავიარეთ კრიპტო ინდუსტრიაში, ტექნოლოგიური ინდუსტრიაში და ამ ყველაფრის გაანალიზების შედეგად დაიბადა ლუქსიუმი. ასე რომ მარტივად რომ გითხრათ, სამ ჩვენ გადავოთქვით სიღრმეებში, იმიტომ რომ მოგვიწევს სიღრმეებში ჩასვლა. რა არის ლუქსიუმი? ლუქსიუმი არის ბიტკოინის ევოლუცია. ეს არის ყველაზე მოკლე. ბიტკოინი შეიქმნა იდეით, რომ ინფლაცია აღარ ყოფილიყო და იდეა იყო, რომ უბრალოდ შეეკრა წრედი და 21 მილიონ კოინზე მეტი არ ყოფილიყო და ეს მას ეგონა, რომ გადაჭრიდა ინფლაციის პრობლემას. მაგრამ ვერ გადაჭრა რეალურად, იმიტომ რომ მან ვერ გაითვალისწინა, რომ ეს ინოვაციური პროექტი შევიდოდა ტრადიციულ ძველმოდულ, ეგრეთ წოდებულ მიწოდება მოთხოვნის სისტემაში, რომელიც არის პირდაპირ გაგებით მანიპულირებადი, ხო? კორუფციის სავსე, სადაც მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბებზე ფულს აკეთებენ, ხო? ანუ აი ბირჟებზე მანიპულაციებით. ანუ თქვენ დღეს კრიპტო ინდუსტრიაში ვერ იშოვით ფულს. 83% არის მთლიანი სოფლის მოსახლეობის წაგებაში, ვისაც ოდესმე კრიპტოვალუტაში ქონია რაღაც ინვესტიცია. ასე რომ ეს რეალური მოცემულობა. ამიტომ ჩვენ რას ვცვლით და რას ვაუმჯობესებთ, ხო? მანიპულაციის საშუალებას აღარ ვაძლევთ არავის. როგორც კი ლუქსიუმი გაეშვება ონლაინ, მისი ფასწარმოქმნა იქნება ფიბონაჩის უნიკალური ალგორითმით დარეგულირებული. ლუქსიუმი როგორც კი გაეშვება, შეუჩერებელი იქნება, ვერავინ ვერ გააჩერებს და ის მხოლოდ ივლის წინ. ივლის ყველასთვის ნაცნობი ექსპერტულ დონეზე მათემატიკური ალგორითმით. ეს არის ფიბონაჩის ალგორითმი. ასე რომ ჩვენ ვქმნით მომავლის ფულს პირდაპირ გაგებით, ჩვენ ვქმნით ისეთ პროდუქტს, რომელიც მილიარდობით ადამიანს სჭირდება, მილიონობით კი არა, ყველას სჭირდება. ინვესტიცია სიტყვა არის პირდაპირ გაგებით სიმდიდრესთან ასოცირებული, თუ იქნება სწორად გაკეთებული. ამიტომ დიდრები ვიღაცაზე არ მუშაობენ. დიდრებს თავიანთი ბიზნესი აქვს, დიდრები თავის ბიზნესში დებენ ინვესტიციებს, ან ყიდულობენ აქციებს, ან სხვა კომპანიებში დებენ ფულს. ასე მდიდრდებიან, ხელფასით თქვენ ვერ გამდიდრდებით, ხო? ამიტომ ჩვენ ვქმნით სოფლიოში პირველ პლატფორმას, რომელიც არის ყველაზე დაცული საინვესტიციო პლატფორმა, სადაც შენ იცი, რომ შენი სიმწრით ჩადებული ფული და სიმწრით ნაშოვნი ფული არ დაიკარგება არც ერთ შემთხვევაში. და ამას აღწევს ლუქსიუმის უნიკალური ალგორითმი. მომავალი ჩვენია, დაგველოდოთ. By issuing key national strategies to guide and promote the development of blockchain and AI as pivotal drivers of digital transformation and sustainable economy.